ვნახეთ, რომ 9 ხარისხად 1/2 არის იგივე რაც 3. კი ბატონო, ეს გავარკვიეთ, იმიტომ რომ ხარისხად 1/2 გულისხმობს თურმე კვადრატულ ფესვს. მაგრამ ეხლა მოდი კიდევ უფრო გავართულოთ საქმე და მოდი ვნახოთ რის ტოლი შეიძლება იყოს 9 ხარისხად -1/2. აი მოდი მინუს გავაფერადებ კიდეც. პრინციპში გამომადგება. ესე იგი 9 ხარისხად -1/2 რა შეიძლება იყოს? ნუ ვისწავლეთ რომ მინუსი როცა აქვს ხარისხს, ეს გულისხმობს შებრუნებას რიცხვის. ანუ მე თუ მაქვს, მოდი უცებ დავწერ. მე თუ მაქვს a ხარისხად -b, ეს ნიშნავს a ხარისხად b-ს შებრუნებულს. ანუ 1 გაყოფილი a ხარისხად b-ს. შესაბამისად, მე თუ მაქვს 9 ხარისხად -1/2, ეს არის იგივე რაც 1 გაყოფილი 9 ხარისხად 1/2-ზე. აი ეს არის მთელი იდეა. და ნუ ეს გამოდის 1/3. რატომ? იმიტომ რომ 9 ხარისხად 1/2 ვნახე რომ 3-ს უდრის. ამიტომ 1 გაყოფილი 9 ხარისხად 1/2-ზე იქნება 1 გაყოფილი 3-ზე. მთელი იდეა აქ არის ეს. კარგი. მოდი ახლა მაშინ ვნახოთ ესეთი რაღაც. ოდნავ კიდევ უფრო გავართულოთ და ვნახოთ ესეთი მაგალითი. -27 ხარისხად -1/3 რისი ტოლია? ნუ, პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ ხარისხის მინუსი და თვითონ ფუძის მინუსი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის, ნიშნები არ იცვლება ამით, იმიტომ რომ ისევ და ისევ ხარისხში მყოფი მინუსი უბრალოდ ამბობს, რომ შებრუნებულთან გვაქვს საქმე. ანუ ეს არის იგივე რაც 1 გაყოფილი -27-ის 1/3 ხარისხზე. მეტი არაფერი. აი მინუსი მხოლოდ ამას ამბობს. ახლა მოდი დავფიქრდეთ რა შეიძლება იყოს -27-დან, უпростоრად -27-ის 1/3 ხარისხი. ნუ მე ვიცი რომ 1/3 ხარისხი ნიშნავს კუბურ ფესვს. ანუ სხვაგვარად რომ თქვა, მე ვეძებ რიცხვს, რომელიც თუ ავიღე 3-ჯერ ნამრავლში, მომცემს -27-ს. ახლა მახსოვს რომ 3-ჯერ 3-ჯერ 3 უდრის 27-ს. და მაშინ -3-ჯერ -3-ჯერ -3 რას უდრის? -3-ჯერ -3 არის 9 და 9-ჯერ -3 არის -27. ესე იგი გამოდის რომ -27 ხარისხად 1/3, რომელიც იგივეა რაც -27-დან კუბური ფესვი. არის თურმე -3. ანუ მე სინამდვილეში აი აქ მიწერია 1 შეფარდებული -3-თან, ან იგივე -1/3.